მე ვიწყებ თუ თქვენ ვიწყებთ? მოგესალმებით, ქალბატონ ვიქრა, ძალიან დიდი მადლობა დღეს ჩვენთან მოგზაურობისთვის და პირველ რიგში გვინდა შეგვიფასოთ გუშინდელი უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც პრემიერი არვიდა. როგორ შეაფასებით პრემიერის გადაწყვეტილებას და მის განცხადებას ამასთან დაკავშირებით, რომ არ იყო მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ამ სხდომაზე განიხილება? მოგესალმებით. მოდი ასე ვთქვათ, რომ გუშინდელი უშიშროების საბჭოს სხდომაც და ბევრი სხვა მოვლენაც, რომელიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდებოდა, ძალიან მნიშვნელოვან ჯაჭვს ქმნის საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, ეს კვირა, წინა კვირა იყო ძალიან დაძაბული, მნიშვნელოვანი ემოციური და პოლიტიკური ენერგიით სავსე, გამომდინარე იქედან, რომ ავღანეთში მოხდა ის ტრაგედია, რომელსაც შეეწირა ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე, 7 ადამიანის. მე კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს, იმიტომ რომ მართლაც ყველას გვჭირდება იმის გაცნობიერება, რომ ეს ადამიანები საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მისი ბედნიერი მომავლისათვის იბრძვიან და ამაში ოდნავი ეჭვის შეტანა, მე ვფიქრობ, ძალიან მძიმე რამე არის ადამიანური თვალსაზრისითაც, პოლიტიკური თვალსაზრისით, ვისაც ამაში ეჭვიში აქვს, მე ვფიქრობ, ის ან კარგად არ არის ინფორმირებული, რაზე ლაპარაკობს, ან უბრალოდ ემოციურ განწყობას არის საყოლილი, ან კიდევ არის რაღაცა ქვედადინებები, რომელიც სულ სხვა მიმართულებით მიდის და ამითი არის განპირობებული. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი ასე ვთქვათ, დატვირთვა ენიჭებოდა იმ ნაბიჯებს, იმ განაცხადებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გააკეთებდნენ. ამ შემთხვევაში მე პირველ რიგში და ჩვენ ყველას, ამ შემთხვევაში მე ახალი მემარჯვენეების სახელით ვლაპარაკობ, ძალიან სერიოზული მოლოდინით ველოდებოდით, როგორი იქნებოდა ახალი ხელისუფლების პირველი პირის განაცხადი, ოფიციალური პოზიცია მომხდართან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვენ ჟურნალისტები ხართ და ადევნებდით თვალყურს იმას, რომ საზოგადოებაში დაიწყო საკმაოდ მძაფრი და ემოციური მოძრაობა ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით. ბევრი ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პრორუსულ ორიენტაციას უკვე ღიად აცხადებს და აღარ მალავს, ეს შემთხვევა გამოიყენა სწორედ ამისთვის და არავისთვის დასამალი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს მონაწილეობა ასეთ მისიაში, ასეთ ოპერაციაში სწორედ არის მანიშნებელი იმისა, რომ საქართველოს ერთის მხრივ ცხადად დეკლარირებულად არის იმ კურსის ნაწილი, იმ სამყაროს ნაწილი, რომელიც დემოკრატიულ სამყაროდ მოიაზრება დღევანდელ მსოფლიოში და ანტიტერორისტულ ოპერაციაშიც მონაწილეობს როგორც სრულფასოვანი წარმომადგენელი ამ დემოკრატიული სამყაროს. ანუ ჩვენი წვლილი შეგვაქვს მთელ ამ პროცესში და შესაბამისად კიდევ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემასთან მიმართება საზოგადოებისა, განსაკუთრებით პოლიტიკური სპექტრისა. მე აი იმ დათმობების ფონზე, რომელიც იყო რუსეთის მიმართ ბოლო პერიოდის განმავლობაში, არ დაგიმალავთ, რომ ერთგვარი შიშნარევი მოლოდინით ველოდებოდი ბატონი პრემიერ-მინისტრის შეფასებას, განცხადებას, მაგრამ მინდა ძალიან დიდი კმაყოფილებით, უდიდესი კმაყოფილებით აღვნიშნო ის, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება ავღანეთის აი ამ ტრაგედიასთან და საერთოდ ავღანეთში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით იყო ძალიან კაფიო, პრინციპული და ძალიან ადეკვატური ყველაფერთან მიმართებაში. იმასთან მიმართებაში, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ამ მისიაში მონაწილეობა და საქართველოს როლი უნდა იყოს უცვლელი ამ მისიაში და ამავდროულად ის, რომ ტერორიზმის წინაშე ქედის მოხრა უკან დახევა ნიშნავს იმას, რომ ტერორისტებს მისცეს სიგნალი, რომ მათ თავის მიზანს მიაღწიეს და ამ გზით მათ გააგრძელონ კიდევ და კიდევ მუშაობა. მე ცოტა მომიჩვენა, რომ აი ეს განცხადება პრემიერ-მინისტრისა რაღაცნაირად სათანადოდ არ იქნა აღქმული, თუმცა ერთი თვალშისაცემი იყო, რომ წინა დღით სანამ ეს განცხადება გაკეთდებოდა, ალბათ ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ პრემიერის პოზიციაც იქნებოდა ამ შემთხვევაში ისეთი, რომელიც ერთგვარად პრორუსული ძალების წისქვილზე დაასხამდა წყალს და
ბევრმა ადამიანმა ჩემდა გასაოცრად, მათ შორის ექსპერტებმა, მათ შორის საზოგადოების წარმომადგენლებმა, მედიის წარმომადგენლებმაც უცებ მოახდინეს მერე კორექტირება ამ პოზიციის. ანუ ამით რისი არა, ერთი წამით უშიშროების საბჭომდე მივალ აუცილებლად, იმიტომ რომ ესეც ამ ჯაჭვის ნაწილი გახლდათ. არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომ მე მაგალითად იმ ოპოზიციურ ძალას წარმოვადგენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენიდან დღევანდელ დღემდე კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს მასთან, მის პოლიტიკურ ძალასთან მთელ რიგ საკითხებში. მათ შორის ერთ-ერთი ფუნდამენტური გახლავთ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი, მაგრამ მე არ მეშინია და პირიქით მივესალმები იმას, რომ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხთან დაკავშირებით გამოვთქვა მხარდაჭერა და თუკი საქართველოს ხელისუფლება პრემიერ-მინისტრი ამ ხაზს გააგრძელებს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს მომავლისათვის და მისი დასავლური ორიენტაციისათვის. რაც შეეხება უშიშროების საკითხს, მე ძალიან არ მომწონს საერთოდ ამ უშიშროების საბჭოს მიმართ დამოკიდებულება არც ერთი მხარისაგან. არც ერთი მხარისაგან, იმიტომ რომ ეს დაემგვანა რაღაცა აკვიატებას. ერთი პერიოდი მართლაც საერთოდ არ იმართებოდა ეს საბჭო, მერე ახალი ხელისუფლება უკიჟინებდა ძველ ხელისუფლებას, რომ არ იმართებოდა და ეს იყო დანაშაული, მერე როცა დაიწყო გამართვა, ამაში უკვე რაღაცა მონაწილეობის მიღების საკითხი გახდა პრობლემური. ეს უშიშროების საბჭოს თემა წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომელი პრობლემებიც არსებობს ძველსა და ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობას შორის, ზოგადად საზოგადოებასთან ურთიერთობაში. მე პირადად ვისურვებდი ნამდვილად, რომ ისეთ ფუნდამენტურ საკითხში, როგორიც არის საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი და ამის ძალიან სერიოზული ნაწილია საქართველოს მონაწილეობა სწორედ ავღანეთის მისიაში, ანტიტერორისტულ მისიაში, არ იყოს პოლიტიკური დაპირისპირების საგანი, არ იყოს არავისთვის პოლიტიკური პიარის მოწყობის საგანი. ვიღაცა ამ თემაზე არ ცდილობდეს, რომ აუცილებლად სათავისოდ გადასწიოს ჯოხის მხარე და ამით საზოგადოების გინდა ქვეყნის შიგნით გეგნინათ ქვეყნის გარეთ იკეკლუცოს და მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში მართლაც მივიჩნევ რომ ცოტა ამ უშიშროების საბჭოს თემამ შეიძინა რაღაცა ისეთი პიარული დატვირთვა რომ აი აბა ეს მოხდება თუ არა და მივა თუ არა პრემიერ-მინისტრი. მე პრემიერ-მინისტრის ადგილას მივიდოდი, იმიტომ რომ ის არის გამარჯვებული ძალის ლიდერი დღეს და მას შეუძლია რომ იქაც თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას თუ რა თქმა უნდა ეს პოზიცია რომელიც მან გამოთქვა აი ამ ავღანეთის მისიასთან დაკავშირებით და საქართველოს მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით არის იმედი მაქვს რომ ფუნდამენტური რომ ამას ექნება გაგრძელება და რაც მთავარია აი ამ მოვლენამ ტრაგიკულმა მოვლენამ საქართველოს ახალი ხელისუფლების ძალიან კაფეო პოზიცია ამ მოვლენასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას შესაძლებლობის ახალი ფანჯარა გახსნა სწორედ საიმისოთ, რომ 2014 წელს საქართველოს სერიოზული ნაბიჯი გადადგას საერთაშორისო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ორიენტაციის თვალსაზრისით. ადრე იყო ასეთი შემთხვევა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მაგრამ სამწუხაროდ დრომ და ტრაგიკულმა გარემოებებმა 2008 წლის მოვლენებმა ეს შეაფერხა და ისტორიაში ხშირად არ გვეძლევა ხოლმე ასეთი შესაძლებლობები. მე ძალიან დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს შესაძლებლობა, რომელიც გაჩნდა ამ მსხვერპლიდან გამომდინარე შეიძლება ტრაგიკულ ფრაზას ვამბობ ახლა, მაგრამ ფაქტია, რომ ემოციურად საერთაშორისო საზოგადოებასაც და ქართულ საზოგადოებასაც ამან ძალიან გაუმძაფრა ეს მოლოდინი, რაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და ამის გაჭიანურებას უკავშირდება და თუკი საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპიდან და მომდევნო ეტაპებზე იქნება თანმიმდევრული, მკაფიო, ამ შემთხვევაში სულ არ არის აგრესიული რუსეთთან დაპირისპირება ან რაღაც საბრძოლო რიტორიკაში გადასვლა პირიქით, არანაირად ეს არ შეუწყობს ხელს ამ პროცესს. ვისურვებდი რომ ყველა ნაბიჯი გადადგმულიყო. თუ საჭიროა უშიშროების საბჭოებში მონაწილეობა და ამ თემებზე ამ ასე ვთქვათ სტრუქტურის აქტიური მუშაობა, რა თქმა უნდა ესეც მნიშვნელოვანი იქნებოდა. საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც დარჩენილი აქვს რაღაცა და თუ საზოგადოებას ის დაუმტკიცებს იმას, რომ მას შეუძლია მართლაც ქმედითი პოზიტიური ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით და არა ის რომ
მან მუდმივად იმუშაოს იმაზე, რომ გააშიშლოს საქართველოს ახალი ხელისუფლების პოზიცია და ძირითადად ეს მუშაობა მიმდინარეობს მისი მხრიდან. მოდი ყველამ ერთმანეთს როგორ გითხრათ, მოუწოდოთ, შეუძახოთ, წავახალისოთ ერთმანეთი, დავარწმუნოთ ერთმანეთი, რომ ეს შესაძლებლობა რეალურია. ეს წახალისება და მხარდაჭერა ჭირდება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასაც, ახალ ხელისუფლებას გულისხმობ და ვისაც რა წვლილის შეტანა შეგვიძლია ამაში, ყველამ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ მივიღოთ შედეგი საქართველოს რეალური ინტეგრაციის თვალსაზრისით და მერწმუნეთ, ეს იქნება ის მდგომარეობა საქართველოსი, რომელიც დაალაგებს რუსეთთან ურთიერთობასაც მომავალში, რომელიც საქართველოს მართლაც მოუტანს უსაფრთხოების გარანტიებს და შექმნის კეთილდღეობის საფუძვლებს საქართველოში. ასე რომ მე მედიის წარმომადგენლებსაც ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ რომელიც რაც დაპირისპირებას აღრმავებს ასეთ თემაში, იმაზე ვიქნებით ძალიან ჩაძიებული და რამაც შეიძლება უფრო მეტი შედეგი მოგცეს, იმ შედეგზე უფრო მეტი ვიფიქროთ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ყველასია, ჩვენიც პოლიტიკოსების, თქვენი ჟურნალისტებიც, არასამთავრობო სექტორის და რაც მთავარია ეს ქვეყანა არის საქართველოს მოსახლეობის. ვინც განათლების საკითხებზე მუშაობდა წინა პერიოდის განმავლობაში, ალბათ ყველას ახსოვს ცხადად ახალი მემარჯვენეების ძალიან კაცრი, კაფეო დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში. ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, რომ ავტონომია შეეზღუდა უმაღლესი სასწავლებლების და მაშინ პრეზიდენტს მიეცა გარდამავალი დებულებით უნივერსიტეტში რექტორების მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება. ჩვენ მაშინ მივეცით შეფასება კაფეო, კაცრი ძალიან და ვთქვით, რომ ეს ზღუდავს უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიას. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული უნივერსიტეტის ავტონომიისთვის ვიბრძოდი, პირველი დეკლარაცია ჩემი და ჩემი მეგობრების შედგენილი ამ კუთხით და ჩემთვის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. ძალიან ცუდია, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას, როცა თვითონ იყო ხელისუფლებაში, მაშინ მისაღებად მიაჩნდა, რომ პრეზიდენტს უნდა დაენიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ისინი იცავდნენ ძალიან ამ პოზიციას და დღეს აღმოაჩინეს, რომ თუ პრეზიდენტიდან პრემიერზე გადავა ეს უფლებამოსილება, ეს ძალიან ზღუდავს უნივერსიტეტების ავტონომიას. მე ვიტყოდი, რომ ორივე შემთხვევაში ძალიან ზღუდავს. როდესაც პრეზიდენტი დანიშნავდა, ეს ზღუდავდა უნივერსიტეტის ავტონომიას და როდესაც პრემიერი დანიშნავს, ესეც ზღუდავს უნივერსიტეტების ავტონომიას, იმიტომ რომ სამეცნიერო საბჭო არსებობს იმიტომ უნივერსიტეტებში, რომ მას უნდა მიიღოს მთელი რიგი გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა საკადრო გადაწყვეტილებები. თავის დროზე ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, რომ ეს ცვლილებები კანონში არ შესულიყო, მაგრამ სამწუხაროდ მაშინდელმა უმრავლესობამ ეს განახორციელა. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს რა თქმა უნდა ზღუდავს მეტნაკლებად ავტონომიურობას, მაგრამ უმოკლეს ხანში ისინი მისცემენ სრულ თავისუფლებას, მაგრამ მე მაქვს შეკითხვა, თუ ვთვლით რომ ზღუდავს, თუ ვთვლით რომ წინა პერიოდში ზღუდავდა და თუ დღეს დგამთ გარკვეულ ნაბიჯებს, მოდი რა გადავდგათ ბოლომდე ნაბიჯი, მივცეთ თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება უზრუნველყოთ უმაღლესი სასწავლებლების და ვიზრუნოთ იმაზე, რომ აკადემიური თავისუფლებიდან გამომდინარე განათლების ხარისხი იყოს ძალიან მაღალი, იმიტომ რომ განათლება არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მომავლისთვის და ამაში ძალიან სერიოზული პოლიტიკის გატარება არის საჭირო, უპირველეს ყოვლისა დაფინანსების თვალსაზრისით, რომ გაორმაგდეს მინიმუმ დაფინანსება განათლების სფეროში და რა თქმა უნდა აკადემიური თავისუფლების მინიჭების თვალსაზრისით, იმიტომ რომ როგორც კი ჩათვლი, რომ ხელისუფლებამ უკეთესად იცის, ვინ ჭირდება უნივერსიტეტს, იქ მთავრდება უკვე ზრუნვა აკადემიურ თავისუფლებაზე და ეს ზრუნვა გადადის იმ ზრუნვაში, რომელსაც გარკვეული დაქვემდებარების მექანიზმის შექმნა ქვია ხელისუფლების მხრიდან და სამწუხაროდ ყველა ხელისუფლებას მოუნდა, რომ ასეთი მექანიზმები ქონოდა ხელში და ეს ძალიან ცუდია. არ ვეთანხმებოდი არც ნაციონალურ მოძრაობას. მე მელაპარაკებით თუ ვერ მივხვდი.
არ ვეთანხმებოდი არც იმას, რომ პრეზიდენტს დაენიშნა და არ ვეთანხმები არც იმას, რომ პრემიერმა დანიშნოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცით, ახლა რაც შეეხება აკადემიურ ხარისხს, ამაზე მე ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მქონდეს აკადემიური ხარისხი. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, სადაც ასე ვთქვათ, ამ მხრივ თავისუფალი მართვის მხრივ დიდი გამოცდილება გვაქვს და მე ვფიქრობ, თავისთავად ის ფაქტები, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა, როდესაც თუნდაც იგივე უნივერსიტეტში სრულიად უნივერსიტეტთან არანაირ შეხებაში მყოფი ადამიანი მიიყვანეს და აკადემიური საბჭოს სურვილის მიუხედავად დანიშნეს რექტორად, ასეთი რაღაცები რომ გარკვეულწილად ირიცხებოდეს. მე ვფიქრობ, საჭიროა რომ აკადემიური ხარისხის მქონე იყოს უნივერსიტეტის რექტორი, ოღონდ მას უნდა ირჩევდეს, რა თქმა უნდა, აკადემიური საბჭო და ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტები უნდა იყვნენ. არ მესმის განცხადება და თუ შეგვიძლია თუ შეაფასოთ ეს განცხადება. რომ შესაძლოა საბჭო რეჟიმი გაუქმოს საქართველოსთან, ამის საუბარი აქვს, თუმცა აღიარებას ის უკან არ წაიღებს. რა სიტყვით არის? ხო, მე დღეს რაღაც ისეთი აჟიოტაჟი დამხვდა საზოგადოებაში, რომ აი პუტინმა კეთილი განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ. ამ დროს გინდა ტკბილ ტონალობაში მოისმინე ის, რაც პუტინმა თქვა და გინდა ისეთ აგრესიულ ტონალობაში თქვა, როგორც ონიშენკო ლაპარაკობს, თქმით ისინი ლაპარაკობენ ერთსა და იმავეს. ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ მზად ვართ, თქვენთან გქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობები, ძალიან თბილი ურთიერთობები, რომ საქართველო უყვართ ისტორიულად, მაგრამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ისინი არც აღიარებენ და არც პატივს არ ასცემენ. პუტინმა ეს, ასე ვთქვათ, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული და არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული ეს მოსაზრებები მოაყოლა, მე რამდენადაც მივხვდი, სწორედ საზღვრის ცვლილების ფასთან დაკავშირებით შეკითხვას. ანუ, ამით რა გითხრა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს ტერიტორიაზე, ჩვენ მხარს დაუჭერთ აი იმ არაღიარების პოლიტიკის საწინააღმდეგოდ ვივლით და ვიქნებით თუნდაც მსოფლიოში გამონაკლისები ამ თვალსაზრისით და ბოლომდე გავყვებით აი ამ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარების გზას, მაგრამ საქართველოსთან მაინც გვინდა კარგი ურთიერთობები. ეს პრობლემა რომ არ იყოს ჩვენს ურთიერთობაში, ну, რა თქმა უნდა, ეხა გნებავთ ოლიმპიადაზე მონაწილეობა, გნებავთ ეკონომიკური ურთიერთობები, გნებავთ კულტურული ურთიერთობები, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა ნამდვილად, მაგრამ ფუნდამენტური პრობლემა არის სწორედ ის, რომ რუსეთს არ უნდა დაუშვა საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და როდესაც ამის გაკეთება არ უნდა, მისი ასე ვთქვათ, ღიმილით ან მოფერებით ან კეთილი ჟესტიკულაციით გაკეთებული განცხადებები არაფრის მომასწავებელი არ არის. მე ვფიქრობ, წინა განცხადებები, აი ამ ავღანეთის მოვლენებამდე განცხადებები იყო ძალიან კაცრი და ქმედებებიც იყო მათი მხრიდან აი აგრესიული, რომ ვერ გაიგებდი რატომ დასჭირდათ ასეთი აგრესია, აი ასეთი დათმობების ფონზე, მაგრამ ეს ძალიან კარგად გამოხატავდა რუსეთის პოლიტიკას და როგორც კი საქართველოს ხელისუფლებამ ავღანეთის მისიასთან მიმართებაში გააკეთა მკაფიო განცხადება, მე ვფიქრობ, რომ ეს დათბობითი ტონი სწორედ ამიტომ შემოვიდა რუსეთის ხელისუფლების ტონალობაში, რომ აი მათ ძალიან უნდათ, რომ ჩვენთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. ჩვენც ძალიან გვინდა და ავადმყოფები არა ვართ, რომ გვინდოდეს ძალიან დაძაბული ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, ამხელა სახელმწიფოსთან, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღდგენილი, საქართველოს სახელმწიფოებრიობას არაფერი არ ემუქრებოდეს და ვინმე ჩვენი მეზობელი კი არ უნდა განსაზღვრავდეს ჩვენ რა ორიენტაციას ავირჩევთ როგორც სახელმწიფო. არამედ ამას უნდა განსაზღვრავდეს ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა და არავის ამაში ჩარევის, ზედმეტი ჩარევის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ვაიმე, თქვენ უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეთყობა არ მისვამთ შეკითხვას, მე არ მისმენთ და რაღაცა ისე მეკითხებით, რომ მე თითქოს მე არ უპასუხე იმ შეკითხვას, არაფრისკენ არ არის მიმართული. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ ამ წუთში თავზე ხელი გადაუსვას თითქოს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ასეთი თავზე ხელის გადასხმა არავის არ ჭირდება, იმიტომ რომ იმ ფუნდამენტურ საკითხში, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ქვია და რასაც
კიდევ მიტაცება ქვია და მცოცავი ანექსიის განხორციელება ქვია საქართველოს ტერიტორიაზე, პუტინი კვლავ და კვლავ რჩება ურყევ პოზიციაზე. ასე რომ მისი ტკბილი ტონალობა ამ შემთხვევაში არაფერს არ ცვლის და არაფრით არ განსხვავდება, ვთქვათ, კარასინისა თუ ონიშჩენკოს ცოტა უფრო აგრესიული ტონალობისაგან. ამისგან არაფერს განსაკუთრებულს არ უნდა ველოდეთ, ჩვენ უნდა ვიაროთ, მტკიცეთ, მკაფიოთ იმ გზით, რომელიცაც ქართულმა ხალხმა აირჩია დასავლური ორიენტაციის გზით, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა ვეღარასოდეს ვეღარ შეძლოს რაიმე პროვოკაციებით, რაიმე აგრესიული ქმედებით ამ გზიდან საქართველოს აცდენა და სტრატეგიული ხაზიდან გადახვევა. დიდი მადლობა თქვენ.